მოგესალმებით, თქვენ უსმენთ ჯვარის ხმას, სტუდიაში თქვენთვის მარიამ შეროზია მუშაობ. დღეს კიდევ ერთხელ შევეხებით ქალებს, მათ როლს საზოგადოებაში, ამჯერად უკვე განვიხილავთ ლიტერატურულ ჭრილში და ჩვენი სტუმარი იქნება ბევრისთვის ძალიან აწყობი და საყვარელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქალბატონი ნინო გაბულდანი. მოგესალმებით ქალბატონო ნინო, მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა მარიამ, პირიქით მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ და მისმენთ. ჩემთვისაც პირადად და ბევრისთვის ძალიან საინტერესო იქნება თქვენი საუბრის მოსმენა, რომ დავიწყოთ და მივყვეთ ქრონოლოგიურად და ვისაუბროთ ქალის როლზე ქართულ ლიტერატურაში და ზოგადად ქალთა სახეებზე. ქალთა სახეებით ქართული ლიტერატურა ძალიან მდიდარია. და ამის შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ რომ მე-5 საუკუნიდან მივადევნოთ თვალი ქალ პერსონაჟებს, როგორი ქალები გვყავდა საქართველოში. ამავე დროს ქალთა სახეებთან ერთად მე მინდა პრობლემაზეც ვისაუბრო, გენდერული უთანასწორობის პრობლემაზე, ხო? და ეს პრობლემა დგას ჩვენი ქართული მწერლობის პირველსავე ლიტერატურულ ნაწარმოებში, შუშანიკის წამებას გულისხმობ, ხო? აქ გვაქვს ოჯახში მიმდინარე ძალადობის პრობლემა. კერძოდ ქმარი ძალადობს ცოლზე, რომელიც პროტესტის ნიშნად მიდის სახლიდან და ყველამ ვიცით იქ რასაც აპროტესტებს დედოფალი. აპროტესტებს ქმრის ღალატს, რომელიც სპარსელების მხარეს გადავიდა და ტოვებს პროტესტის ნიშნად სასახლის. ვარსქენი ითხოვს მისგან დაბრუნებას და ძალადობს ამ კუთხით. როგორც ცოლზე ისე ძალადობს და ითხოვს მის დაბრუნებას. დედოფალი დგას ღირებულებების სადარაჯოზე. დედოფალი დედოფლობს, რასაც ქვია, ხო? და აი ეს ქალი მე-5 საუკუნის პერსონაჟი ქალი ისეთი ძლიერია, რომ ახერხებს საზოგადოების კონსოლიდაციას. ახერხებს იმას, რომ ქმარი ვარსქენი დაამარცხოს. დაამარცხოს მოღალატე ადამიანი, რომელიც ძალიან სუსტია თან ამ ყველა სიკეთესთან ერთად. წყალებში რა თქმა უნდა სიკეთე. და დედოფლის გვერდით ვხედავთ სასულიერო პირებს, დედოფლის გვერდით ვხედავთ საზოგადოების დიდ ნაწილს და ახერხებს ეს პერსონაჟი იმას, რომ მოკლედ თავისი ქვეყანა გადაარჩინოს, ხო? და ის კონფლიქტი, რომელიც ოჯახური კონფლიქტის სახით არის ტექსტში წარმოდგენილი, ცდება რა თქმა უნდა ოჯახის ფარგლებს და ამას ყველა ხედავს. ვარსქენი თუ ცდილობს, რომ ეს მხოლოდ ოჯახში ჩაკეტოს, ვერ ახერხებს ამას, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის კონფლიქტია. ზოგადად ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ამ ოჯახში ხდება და ქალი იმარჯვებს. ეს გამარჯვების გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება. მართალია ფიზიკურად ეწირება, მაგრამ ის საქმე, რასაც აკეთებს, არის გამარჯვებული საქმე, ხო? კიდევ ვის გავიხსენებდი? ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებს გავიხსენებდი და ისევ გენდერის საკითხს შევეხებოდი ამ ტექსტთან დაკავშირებით. აქ ორი დიდი სამყაროა წარმოდგენილი, ერთი არის არაბეთის სახელმწიფო წარმოდგენილი, მეორე წარმოდგენილია ინდოეთის სახელმწიფო, ხო? არაბეთის სახელმწიფოში რა ხდება? არაბეთის სახელმწიფოში დაცულია გენდერული თანასწორობა, ხო? ლეკვილომისას სწორედ ზოიყოს თუნდა ხატია უნათქვამია. მართალია ეს მეფის ოჯახს ეხება, მაგრამ როგორც ვიცით, მეფე არის ქცევის მოდელი, ხო? და მისი იქ რაც ხდება სამეფო ოჯახში, მას ბაძავს ყველა ქვეშევრდომი და ყველა ადამიანი, ხო? ამდენად იქაც მეფის ოჯახში ნათქვამი ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს მარტო იქ არ რჩება, ეს რომ ლეკვილომისას სწორია. მაგრამ გენდერული თანასწორობის პრობლემა გვაქვს ინდოეთის სამეფოში, სადაც მამა არგოს ქალიშვილის უფლებებს და მისი ნების საწინააღმდეგოდ ათხოვებს მას, ხო?
ამას აპროტესტებს, წყვილი აპროტესტებს პირველ რიგში ქალი ნესტანი და ნესტანი არის ძალიან ძლიერი ქალის სახე ქართულ მწერლობაში. ამ გენდერული უთანასწორობის პრობლემას მთელი გრევა სდევს თან, ხო? სახელმწიფოში ჩნდება უზარმაზარი პრობლემა. და ტექსტში როგორ არის წარმოდგენილი თან ეს ამბავი, რომ ყველა არის მობილიზებული ნესტანისა და ტარიელის გარშემო. ავთანდილი და თინათინი ეს ორი ადამიანი თან მიჯნურები ახერხებენ იმას, რომ მსხვერპლის გვერდით დადგნენ, ხო? და ამ ყველაფრის სათავეში მაინც ყოველთვის დგას ქალი, არაბეთშიც და ინდოეთშიც. ანუ რომ შევად, ანუ ჩაგეჭრებით ბოდიშს გიხდით. ანუ დღევანდელ საზოგადოებაში რომ გავაკეთოთ რაღაცა ესე ვთქვათ პარალელები გავავლოთ, ყველა არიდებს დღესაც კი 21 საუკუნეში მსხვერპლს თავს და ყოველთვის ცდილობენ რომ რაღაცა გამარჯვებულის მხარეს იყვნენ, ბრწყალებში გამარჯვებული ბუნებრივია, მაგრამ მაინც ეს რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მსხვერპლის უნარი, რომ მსხვერპლის მხარე დაიჭიროს. ძალიან მნიშვნელოვანია მსხვერპლის გვერდით დგომა, იცით, დღევანდელი გადასახედიდან განვითარებულ სახელმწიფოებში რა ხდება. მსხვერპლის გვერდით დგას საზოგადოებაც და მსხვერპლს უჭერს მხარს თვითონ სახელმწიფოც, ხო, ხშირ შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს ეგ პრობლემა. ჩვენს ქართულ საზოგადოებას დღეს აქვს ეს პრობლემა. მსხვერპლი ხშირად ხდება სამიზნე. და სხვათა შორის ზოგი მოძალადეებიც ვინ არიან, ყოფილი მსხვერპლები არიან. და ეს მერე ბუმერანგად უბრუნდება ჩვენ საზოგადოებას, ხო? გაღებული სიძულვილი, გაღებული აგრესია უკან ვიბრუნდება. ხა ქალთა პრობლემაზე არ არის მართალია საუბარი, მაგრამ სარჩობელაზე დილიას ნაწარმოები რომ არის, იქ რა მოხდა? საზოგადოებამ რა სიძულვილიც გაიღო, ის სიძულვილი დაუბრუნდა უკან ბავშვებისგან, ხო, მაწვილებისგან. ასე რომ, მსხვერპლის გვერდით დგომა უნდა ვისწავლოთ. და ქართულ მწერლობაში ბევრი მსხვერპლი ქალი გვყავს. მე ამ ქალებს მე-19-20 საუკუნის ქალებს ვუწოდებ ქაჯეთის ციხიდან გამოუხსნელ ქალებს. ხო, გვაქვს ეს პრობლემა. გავიხსენოთ გლახის ნაამბობი, თამროს მდგომარეობა, ხო? რომელსაც დამცველი არ გამოუჩნდა არავინ და ამ სტიგმით იცხოვრა ქალმა, ისე რომ არავის არ უზრუნია მისი რეაბილიტაციისთვის. ყველაზე საყვარელმა ადამიანმაც კი ხო ზურგი შეაქცია და მარტო დატოვა ხელა განსაცდელის წინაშე. და შესაბამისად, იცით, როცა სხვისთვის გავიღებთ რაღაცა სიკეთეს, ჩვენ გვიბრუნდება და გავრომ რა მიიღო. ხო, ვერ გასცა ის, რაც უნდა გაეცა და შესაბამისად თვითონაც ძალიან დაკნინდა, ხო? ამიტომაც ქვია ტექსტს გლახის ნაამბობი, დაგლახაკავებული ადამიანი ყვება თავის ცხოვრებას, ხო? აი, კონკრეტულად ერთი პიროვნების ამ შემთხვევაში გაბროს მაგალითზე, რომ ვიმსჯელოთ ერთი პიროვნების კონკრეტული გადაწყვეტილება თქვენი აზრით, თუ უბრალოდ ეს პიროვნებები წარმოაჩენენ უკან დგომის საზოგადოების და სოციუმის დამოკიდებულებას და აზრს. ხო, იცით რა, ადამიანები ყოველთვის ანგარიშს უწევენ სოციუმს. ჩვენც ასე ვართ მოწყობილები, ხო, ვუწევთ ანგარიშს სოციუმს, მაგრამ არის ის რაღაცები, რის გამოც არ უნდა გაუწიო არავის ანგარიში, ხო? და პირიქით შენ უნდა შექმნა რაღაცა გამოცდილება, რომ იმ საზოგადოებამაც თუნდაც ისწავლოს შენი მაგალითის ფონზე, ამას ცოტანი ახერხებენ, ხო? არა? ნუ ეს რომ მოახერხო, უნდა იყო ჯოყოლა, უნდა იყო ალუდა, უნდა იყო აღაზა, რაღაც ძალიან ძლიერი ქალის სახე, არა? რა შეძლო დაიტირა ის ვინც მთელმა მისმა თემმა უარყო, ხო? და როცა ქმარს ეუბნება რომ ცრემლები შემიწირია შენი მეგობრისა დაო, მისი პასუხი როგორია და ამაზე დიდი ხანი ფიქრობდა თურმე ვაჟა რომ ესე თქმევინებინა თავისი პერსონაჟისთვის იტირე მადლი გიქმნია დიაც მუდამაც უხდების გლოვა ვაჟკაცის კარგისა, ხო? ასეთი რაღაცებიც ხდება ქართულ მწერლობაში და მწერლობაში ზოგადად, მაგრამ იცით რა არის, მას პიროვნებები ახერხებენ მხოლოდ, ხო? და მასობრივად ესეთი შემთხვევები არ აქვს. აი, უფრო მეტად რომ წამოვიწიოთ თანამედროვეობაში 19-20 საუკუნეში.
თითქმის არ იცვლება ამ მიმართულებით სურათი. რაც აგვაქვს მე-19 საუკუნეში, რაც თქვით ამროსთან დაკავშირებით, რომელიც სამწუხაროდ ხორცის ნაჭერი აღმოჩნდა თან გაბროსთვისაც და დათიკოსთვისაც და მეტი არაფერი, ხო? იგივე ვითარება გვაქვს მე-21 საუკუნის ნაწარმოებებშიც, ხო, ლიტერატურაში. გავიხსენოთ მიხეილ ჯავახიშვილის მარგო ჯაყოს ხიზნები. მარგო მსხვერპლია, თუმცა იცით რა არის კიდევ დამაფიქრებელი, რომ ადამიანები, აი ქალები უნდა ვცდილობდეთ, ჩვენ თვითონაც უნდა ვცდილობდეთ, რომ რაღაცა შევცვალოთ ჩვენს ცხოვრებაში, ხო? ჩვენ თვითონაც გვჭირდება ცნობიერების ამაღლება ბევრი მიმართულებით. და მარგო რას აკეთებს? მარგო გათხოვებამდე ძალიან აქტიური ქალია. აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ როგორც კი გათხოვდება, ქმრის მიმართ უჩნდება პრეტენზიები, რომ იმან დაარჩინოს, იმან და შეინახოს, თვითონ არაფერს არ აკეთებს. შესაბამისად, როცა ჩერდები და წყვეთ განვითარებას, იქ აუცილებლად მოძალადეს, მსხვერპლი ყოველთვის იზიდავს მოძალადეს, ხო? მსხვერპლის როლი ადვილად მოირგო მარგომ და შესაბამისად მოიზიდა მოძალადეც, ჯაყო. რომლისგანაც ვერ თავისუფლდება მარგო ბოლომდე მის ასე ვთქვათ მის გვერდით რჩება, ხო? და მარგოც იმ პერსონაჟთა რიგში დგას ქაჯეთის ციხეში რომ ყავს გამომწყდეული და მხსნელი მას არ უმეტესად მაინც ასე ცოტა უხეშად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში მარგოს ბრალეულობაც იკვეთება, ხო? კი, მარტო თეიმურაზის ბრალი არ არის, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ სად გაქრა ის აქტიურობა ოჯახის შექმნამდე რომ ცხოვრობდა, რომ აი თანამედროვეობაშიც ბევრი ქალი ვიცი ჩვენს გარშემოც თუნდაც, ვინც ზუსტად იგივენაირად იქცევა და ეს ერთგვარად ხელს უწყობს, ხო, ალბათ მოძალადეს, რომ მეტი გავლენა იქონიეს მსხვერპლზე. რა თქმა უნდა, კი, ეს ცნობილი ფორმულაა, სადაც აი მსხვერპლის როლს თუ მოირგება ადამიანი, ხო, მოძალადე იქ აუცილებლად გამოჩნდება. სადაც არის თეიმურაზი, ყოველთვის გამოჩნდება ჯაყო, სადაც არის მარგო, ყოველთვის იქნება ჯაყო. და ამიტომ საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ყველაფრის გააზრება, გაცნობიერება, ხო? ბევრი უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე, რომ რაც შეიძლება მალე დავწერიოთ შესაბამისად ეს პრობლემები, რომლებიც დღეს გვაქვს. მაინც განსავალს რაში ხედავთ, რომ მივიტანოთ ეს ყველაფერი უფრო მეტად და მძაფრად საზოგადოებამდე. ხო, აი ჩვენ ახლა ლიტერატურაზე ვსაუბრობთ, ხო? თან ისეთ ტექსტებზე ვსაუბრობთ, რომლებიც სკოლაშიც ისწავლება, არა? რომლებზეც ჩვენ საზოგადოებას ინფორმაცია აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტექსტების გაცნობა. წერლობა რისთვის არსებობს ზოგადადაც, ხო? რომ დაგვეხმაროს ჩვენი პრობლემების გაცნობიერებაში, ხო? პრობლემას როცა ვაცნობიერებთ, უკვე პრობლემის დიდი ნაწილი ფაქტობრივად შეიძლება ჩაითვალოს, რომ მოგვარებული. ანუ გაცნობიერებაც ხო პრობლემის მოგვარების ნაწილი არის, არა? და მე უკვე შევძლებთ წინ ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ თავარი მაინც მე ვფიქრობ, რომ პრობლემის გაცნობიერებაა. ანუ ამ ჭრილში რამდენად ესე ვთქვათ, ამ ჭრილში რამდენად აჩვენებენ და რამდენად მიაქვთ მოსწავლეებთან ეს თუნდაც ეს ნაწარმოები. აი გენდერთან დამოკიდებულებაში, მსხვერპლის და მოძალადის ესე მკვეთრად გამოტანაში. მე სხვების მაგივრად ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ მე შემიძლია ჩემ მაგივრად გაგცემ. მე თვითონ გავცე ამ კითხვას პასუხი, ასე ვთქვათ. მე ვმუშაობ ამ საკითხებზე. სტატიაც გამოვაქვეყნე თავის დროზე მოძალადე და მსხვერპლის სკოლაში შესასწავლი ნაწარმოებების მიხედვით, ხო? და ბევრმა ადამიანმა წაიკითხა სხვათაშორის ეს სტატია და იცით ვინ დამეხმარა რომ მე თვითონ დამეწყო ამ პრობლემებზე ფიქრი. ეს ორგანიზაცია ჯვარისათემო განათლების ცენტრი. აქ ჩვენ წლების წინ გქონდა ესეთი პროექტი გენდერი იწყება ჩემგან. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ მონაწილე ქალებმა ჩვენ გავაცნობიერეთ ბევრი რამ. ჩვენ თვითონაც არ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. და მე თვითონ მაქვს ასეთი თვისება, როცა პრობლემის ნამდვილობაზე ვფიქრობ, ყოველთვის მივაკითხავ ხოლმე ლიტერატურას.
და ნოიტყვით და თურმე აგერ რაზეც ახლა ვსაუბრობ შუშანიკის წამებიდან მოყოლებული აგერ 21 საუკუნის ჩათვლით უამრავი პრობლემა ხო, დავინახე. ეგ ისმენდით და დღეს ამდენი წლის მერე ფაქტურად საკმაო ხანია გასული ჩემი მოსწავლეობიდან საერთოდ სხვა ჭრილში განვიხილე და შევხედე დღეს ამ ნაწარმოებებს თქვენი საუბრის მოსმენის შემდეგ და ზუსტად აქედან გამომდინარე ვფიქრობ, იქნებ ყველა არ აწვდის ისე და მგონია რომ თავს არიდებელი, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება ყოველთვის ცდილობს რომ დაფაროს თუნდაც ის ძალადობა, რაც ყოველთვის არის ხოლმე თუნდაც ოჯახში, თუნდაც საზოგადოებაში და ზოგადად სოციუმში. შეიძლება თავის არიდების შემთხვევებამდენად არ ქონდეს, რამდენადაც პრობლემის გაცნობიერების პრობლემა გქონდეს, გამიგეთ? და ამაში ალბათ უნდა დავეხმაროთ ჩვენ ერთმანეთს და სახელმძღვანელოებშიც შევიტანოთ, შესაძლებელია ეს ასე ვთქვათ პრობლემები, ხო, საკითხები. სახელმძღვანელოებში ამაზე არ არის ფაქტობრივად გამახვილებული ყურადღება, ახლა მე ბევრ კლასში ვასწავლი. კი არის ზოგადად ესე საუბარი რაღაცებზე, მაგრამ გენდერული უთანასწორობის პრობლემაზე სახელმძღვანელოებში არ არის ყურადღება გამახვილებული. და რეალურად გვაქვს მასალა. თუმცა ჩვენ გვაქვს თავისუფლება, კი, მასწავლებლებს არავინ არ გვიკრძალავს იმას, რომ ამაზე ვისაუბროთ, ხო? და ჩვენ შეგვიძლია დამოუკიდებლად სახელმძღვანელოებისაგან, ასე ვთქვათ, ცოტა გათავისუფლებად შეგვიძლია ჩარჩოებისაგან და შეგვიძლია ამ საკითხებზეც თავისუფლად ვისაუბროთ. აი, ხშირად მომისმენია ხოლმე არგუმენტი, როცა რაღაცა გენდერს შეეხებოდა საუბარი, ან ქალთა უფლებებს და თუნდაც იმას, რომ მიუხედავად იმისა, რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ დღეს ქალთა უფლებები დაცულია, მაინც ვიცით, რომ ეს რეალურად არ არის ესე და მაინც სადღაცას რაღაც ჭრილში ჩვენი უფლებები ირღვევა. ხშირად დავთ ხოლმე თუნდაც მოძალადეებს ესეთი პასუხი, რომ აი ლიტერატურას მოიშველიებენ და იძახიან, რომ თუნდაც ისტორიას, რომ ჩვენ რას იძახით, რომ ქართველებს ქალი მეფე ყავდა და ის რომ თუნდაც ვეფხისტყაოსნიდან აფორიზმი, რომ ლეკვიოლომის ეს სწორია. ანუ ნახეთ თითქოს ცდილობენ, რომ ამ ლიტერატურით და ისტორიით გადაფარონ ეს ესე ვთქვათ, რაღაცა ეს სტიგმები საზოგადოებაში, მაგრამ რეალურად გვაქვს სხვა სურათი, ხო? აი ფაქტურად მე-5 საუკუნიდან 21 საუკუნემდე წრეზე დავდივართ და ერთ და იგივე პრობლემაზე ვიძახით და კი, ვიცი რა, ხა ჭირი რაც უნდა მალო, თავს არ დამალავს არავითარ შემთხვევაში და წერლობა იმიტომ არის ძალიან საინტერესო, რომ არაფერზე თვალს არ ხუჭავს, არ გახუჭვინებს შენს თვალს არაფერზე. და რომ გადავხედოთ თავიდან ბოლომდე ამ ლიტერატურულ პროცესს, ასეა რა. შეფარვით, თუმცა მაინც. არა შეფარვით, პირდაპირ გველაპარაკება, აგერ ხა თამროზე რაც გითხრა ილიამ, ბლახის ნამბობი რაზეც დაწერა ადამიანმა, მეტი რაღაცა გაფაროს თვალწინ, ხო? სარკეს გვიდგამს, რომ ურიგობა თუ რამე გატყვია სახეზე, მოიშორე, შეგიძლია რომ მოიშორო. მაგრამ რო ვერ ხედავ სარკეში რომ არიხედები და სარკეა ჩვენი მწერლობა ჩვენთვის. და რომ შევადაროთ ქართული ლიტერატურა და თუნდაც მსოფლიო ლიტერატურა რა მდგომარეობა გვაქვს ქართველებს არის რაიმე იმედის მომცემი. იმედის მომცემი რა შეიძლება თქვა ახლა საიმედო ქართული ლიტერატურა რას გვეუბნება. აი ობოლე შემიძლია გავიხსენო აკა მორჩილაძის რომელშიც სტიგმის მატარებელ ქალზე არის საუბარი ასევე და მთელი სოფელი და მთელი სახელმწიფო რომ მომხედრდება ამ ერთ ქალს რომელსაც სახელად მადონე ქვია და არც ეს სახელი არ არის შემთხვევით შერჩეული მადონაა ხო მადონე ცოტა იმერულად თუ ლეჩხუმზეა ეგ საუბარი მოქცეული ეს თვითონ სიტყვა სახელი პერსონაჟი თავარი პერსონაჟი მთხრობელი პერსონაჟი გება მის გვერდით და მაშინ როდესაც ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის მადონეს სიცოცხლე ირაკლი გადაარჩენს მას ეს არის საიმედო ჩვენთვის რომ ვიღაცა ხო დადგამს ხვერპლი ქალის გვერდით ხო ვიღაცამ ვიღაცა დაიცვა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან საინტერესოა სოფლიო ლიტერატურასთან რომ გავავლოთ პარალელები სიტყვაზე აი სხვა ეროვნების ქალები და ქართველი ქალები ხო ახლა ძალიან მძიმე სურათი გვაქვს ამ მოცემულობაში ქალი ყველგან ქალი
სოფლიოშიც არის, რა თქმა უნდა, ეს პრობლემები, რა თქმა უნდა. აი მე დღეს დოკუმენტური პროზის მაგალითზე ვისაუბრე, ხო, ბავშვებთან ცოცხლად დამწვარი. ხო, ნუ კატასტროფა, რაც აი აზიის ქვეყნებში ხდება და ქალების მიმართ როგორი დამოკიდებულება ჩანს დღესაც, ხო, 21 საუკუნის საქართველოს სოფლიოში, ხო. ზოგან ეს პრობლემა გენდერული თანასწორობის პრობლემა ბევრად უფრო მწვავედ დგას. ზოგან არც ისე მწვავედ, მეტნაკლებად, თუმცა ყველგან დგას. და ის რა იწვევს ამას და რატომ ვერ გადავდგით წინა ბიჭები? იმიტომ რომ ეს სტერეოტიპი ისე ხორმად არის ფესვგადგმული, რომ მისი ასე ვთქვათ ამოძირკვა ცოტა რთული ამბავი. მაინც რაში ხედავთ გამოსავალს? ვთქვით რომ ლიტერატურის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. კი განათლებაში. რომ აი წლების მერეც არის საუბრონ და არ ყავდნენ ეს მოძალადე და მსხვერპლი ქალები და კაცები. კი, განათლება უპირველესია და ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოების ჰუმანიზაცია. და ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ის, რომ ფანატიზმისა და აი სადაც ფანატიზმია, იქ ცოტა რთულია რაღაცა სიახლის შეტანა. დღეს ვისაუბრეთ ჩვენ აი ახლახან ირანელ მომხდარ ფაქტზე ირანელმა გოგონამ რომ გააპროტესტა, ხო? და ეს პრობლემა იმდენად მწვავედ არის წარმოდგენილი ირანში თვითონ რომ და მარტო ირანის პრობლემა არ არის, ეგ მთელი მსოფლიოს პრობლემა. ის რაც ირანში ხდება, ჩემი პრობლემაც არის, ის რაც სადღაც ვეფხისტყაოსანი სწორედ ამას გვასწავლის, რომ თუ სადმე მოტირალი ადამიანი არის, არა გაქვს შენ ბედნიერად ცხოვრების უფლება, ხო? და მით უმეტეს ეს გენდერულ პრობლემასთან დაკავშირებითაც ასე უნდა გვესმოდეს, რომ სულ თუ სადმე ვიღაც ქალი ტირის, ჩვენ არა გვაქვს მშვიდად ყოფნის უფლება. და მაინც ალბათ განათლებაში. განათლებაში არის გამოსავალი, კი, და საზოგადოების ჰუმანიზაციაში და განათლებას დევს, სიტყვა განათლება ზუდევს საფუძვლად ნათელი, ასე ვთქვათ და შესაბამისად ჰუმანიზაციაც სწორედ განათლებას დევს თან. ვართ მაგას რომ მართლა განაცდეს და წლების მერეც არ ყავდეს მართლა ეს მოძალადე ქალები, კაცები. და არ უწევდეთ ყოველ შემთხვევაში მომავალ თაობებს მაინც ამ პრობლემაზე. საუბარი ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს მსმენელს კი შევახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქალბატონი ნინო გაბულდანი, რომელიც გვესაუბრა ქალთა სახეებზე და ზოგადად გენდერის საკითხზე ქართულ ლიტერატურაში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ შესაძლებლობისთვის. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.